როგორ შეგვიძლია რომ სწორად ავირჩიოთ პროფესია? რა უნდა გავითვალისწინოთ ამისთვის? იქნება სწორად მისთვის ეს პროფესია მომავალში წარმატების მომტანი. ხოჩა. უნდა გაითვალისწინოთ პიროვნული თვისებები. ჩვენ თავი უნდა შევიცოთ რა გამოგვდის. ამ შემდეგ კი მონდომება ჩვენი საქმის მიმართ და ნელა გავიცნობით. ბავშვობიდან ბავშვები მიყვარს სასწაულად და ყველა ბავშვის ნათქვამს ჩემთვის ძალიან ღირებული დანიშნულება აქვს. აუცილებლად უნდა მივიღოთ ხარისხი. ყველაზე მეტად რაც მაბედნიერებს ზუსტად აი ეს არის მოსწავლეების დამოკიდებულება. ის რომ დაწყებით კლასებში აუარება, ნახატები მოდის, წერილები მოდის, ეს ხო სხვა სიხარულია და რომელიც მოტივაციას უფრო მეტად გიძლიერებს და სურვილი გიჩნდება რომ უკეთესი და უკეთესი გააკეთო ამ ბავშვებისთვის. მაგრამ მეორე ის არის რომ უკვე ზედა კლასებში რომ შედიხარ და ბავშვი რომ გეუბნება რომ მასწავლებელო თქვენ ჩემი ინსპირაცია ხართო კი ცოტა მერიდება ხოლმე ამაზე საუბარი მიჭირს, მაგრამ დიდი სიხარულია. უდმივად უნდა ვიზრუნოთ. საგანი მოქალაქეობა მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს, ის ღირებულებები, შეხედულებები, ის უნარჩვევები, რომელიც აუცილებელია, რომ ადამიანს კონდეს როგორც საუკეთესო მოქალაქეს, ზუსტად ამ საგანში ისწავლება. მე ასე ვფიქრობ, რომ ამ საგნის სწავლება ადამიანს ასწავლის ცხოვრებას. მე-7 კლასში, როდესაც უკვე შევისწავლეთ ბავშვის უფლებები, ყველა ბავშვისთვისო, რომ ყოველ წუთშიო შესახსენებელი არ გახდესო, ესკიზის მიხედვით მოვხატეთ ეს ჩვენი კედელი. უცნაური ბავშვი ვიყავი ბავშვობიდან. უბანში ბევრი ბავშვები ვიყავით და ყოველთვის ვცდილობდი ხოლმე, რომ მასწავლებელი ვყოფილიყავი. ერთ-ერთმა მასწავლებელმა თხოვა, რომ ყველა გაკვეთილი უნდა მესწავლა წინასწარ და მომავალ გაკვეთილზეო შენ ჩაატარებ გაკვეთილსო. ასე მოვამზადებდი გაკვეთილს წინასწარ, მივიდოდი, ჩავატარებდი და მადლობას მეტყვი, რა კარგად ახსენიო. შემდეგ უკვე თანდათანობით გავიზარდე და იმდენად გამიჯდა ეს, რომ სურვილი გამიჩნდა, რომ ნამდვილად პედაგოგი გამხდარიყავი. გადავწყვიტე მე, რომ ჩამებარებინა ფიზიკა, მათემატიკა იყო ჩემი უსაყვარლესი საგანი და პლუს მინდოდა იურისტობა. შემდეგ ჩავაბარე პარალელურ რეჟიმში სამართლებრივი აღზრდის მეთოდისტის სპეციალობაზე. 5 თვის განმავლობაში მიდიოდა კონკურსი. შემდეგ მოვიდა რომ თქვენ გამარჯვებული ხართ და გელოდებით ინდოეთში დაჯილდოებასეო და ეს იყო არ ვიცი აი სიხარული როგორ გამომეხატა უკვე არ ვიცოდი. ეს არის გლობალური მასწავლებლის კონკურსი, რომელიც ტარდება ინდოეთში. წელს 65 ქვეყნის პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა, 10 ქვეყნის გამარჯვებული აღმოჩნდა და ამათ ქვეყანაში 50 იყო დაჯილდოვებული და მათ შორის აღმოჩნდით საქართველოდან 3 პედაგოგი, ერთი მე ვარ, ერთი არის დედოფლის წყაროს პირველი საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ეკა სეფიაშვილი და მესამე პედაგოგი არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან კახაბერ ჩაკვეტაძე. რადგანაც ხელსაქმე მეხერხებოდა, გავაკეთე ნორჩ ხელოსანთა კლუბი. ყიდულობდი ერთიანად მძივებს, აქარგებს და ამ მოსწავლეებს ვასწავლიდი ქარგვას, მძივებით სამკაულების კეთებას და იმ პერიოდში იყო ხოლმე ტურისტული ერთი ან ორი მაღაზია იყო ხოლმე, სადაც იყიდებოდა ხელნაკეთი ნივთები. ჩავაბარებიებდი ამ მაღაზიაში და დღეს ყავს ისეთი მოსწავლეებიც, თუნდაც რომ ეს პროფესიად დაიტოვეს და საუკეთესოდ ქარგავენ, საუკეთესოდ სამკაულებს აკეთებენ. რო იყვნენ ერთმანეთს უზრდიდით მე და ჩემი შვილი. 18 წლით უფროსი ვიყავი მასზე. ჩემი შვილისთვისაც იმდენად მნიშვნელოვანი იყო განათლება და იმდენად
წარმატებული სპეციალობის იყო, ექიმი იყო. ჩავთვალე, რომ დანაშაული იქნებოდა, მე რომ შემეწყვიტა მუშაობა და ყველაზე მეტად ეს ბავშვებმა გააკეთეს. ერთი სპეციალური საჭიროების მოსწავლე მყავდა და ის გამახსენდა იმ წუთში და მასწავლებელო, იცით რა არსუდისო, დღესაო ვალერი ვნახეო და ასე მითხრაო, რომ დედას უთხარი, ნუ ნერვიულობსო. მე ყველაფერს ვხედავო და აი ეს იყო ზუსტად ის, რომ მე რომ სკოლაში შემოვიდოდი, აქ დავსვი წერტილი, იმის შემდეგ მე ბავშვთან არაფერი არ უნდა შემტყობოდა, რომ მე არ ვიცი ხვალდაზე ვის რა ცხოვრება გველის. ამიტომ ბავშვს მასწავლებელი უნდა ყავდეს ისეთი, რომ ხვალინდელი დღის იმედი და ხვალინდელი დღის სიკეთე უკეთ დაანახოს.